სახადთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. მოსამართლის გადაწყვეტილებით მოსახლეობას ოთახების მიხედვით ფიქსირებული გადასახადი გაუქმდა, თელასის ბრძანება კი ძალად დაკარგულად გამოცხადა. შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს თუ მათ ოთახების მიხედვით დაანგარიშებული გადასახადი ბინებში მაინც მიუვათ პატრულს გამოუძახონ, რადგან გუშინდელი დღიდან ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ნათელაშვილმა დღესვე საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სთხოვა. პრეზიდენტის მიმართ ეხლა დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ გვიჩვენებენ, უზენაეში წავლენ, ომის სამართლიდან დაწყებული გზნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ გააუქმა თელასის უკანონო გადაწყვეტილება მოსახლეობიდან ძველი დავალიანებების საცხოვრებელი ფართის მიხედვით ამოღების თაობაზე და დღეიდან თუ მოვა რომელიმე თელასის წარმომადგენელი იმ ძველი დავალიანების გამოსართმევად, თქვენ დაურეკეთ პატრულს და ჩააბარეთ პროკურატურას, ვინაიდან ის იქნება არაოფიციალური წარმომადგენელი, არამედ ყაჩაღი, ბანდიტი და დამნაშავე. მე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ერთხელ მაინც გამოიჩინე გულმოწყალება საკუთარი ხალხის მიმართ. ბოლოს და ბოლოს იურისტი ხარ. სრულე სამი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ხალხის უკანასკნელ კაპიკებს, უკანასკნელ თეთრებს